საქართველოს უახლესი წარსულის 1989 წლის 9 აპრილის ღამიდან ბევრი ისტორია დაგვრჩა. ზოგ ამბავს გადარჩენილები თავატყვებიან, ხოლო ბევრი ადამიანის ცხოვრების ისტორია ზუსტად ამ ღამეს გმირულად დასრულდა. მათი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლამ შეიწირა. ტრაგიკულ, მაგრამ საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის ჟინით სავსე ღამის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მოგონებად უსინათლო ქალის ლელო ვეფხვაძისა და მისი მეგობრების სიმღერა იქცა. ტანკებისა და რუსი ნიჩბიანი სამხედროების პირისპირ დარჩენილი ადამიანების სიმღერის ხმა, რომელიც საბედისწერო ღამის გახსენებას ყოველთვის თან ახლავს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ისტორიამ ფირზე შემოინახა, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პროტესტის ხმა სინამდვილეში ხშირად ისმის ხმამაღლა, მაგრამ სამწუხაროდ ვინც საჭიროა, ზუსტად ის ვერ იგებს მას. ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფებისა და სხვადასხვა თემების ირგვლივ გამართული პროტესტი ვიხილეთ. ამჯერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და მათი მშობლების აქტივიზმზე გიამბობთ. ვინაიდან საქართველო ვერაფრით დაიკვეხნის იმით, რომ მათ საჭიროებებს ადეკვატურად პასუხობს, შედეგად ვიღებთ იმას, რომ მათთვის შესაბამისი მოსახერხებელი და ადაპტირებული გარემოს შექმნა ჯერჯერობით საფუძვლიანად არავინ მოინდომა, რის გამოც ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ბრძოლა დღემდე გრძელდება. Informația metroi are ecrare mari șutecabi ara atapitrapuri regione puri titari iaraishi sariari beviria shehevatraja ho savari tarihimari si arari shupititrapi ariji iari Arito, Bodi, Mokikitiadi, Enamata, Rudi, Sebi, Saji, Atamiadi, Tamilokitepedi, Jehovah, Bijitiri, Sishiteba, Sadiadi, Sabi Yuharoa. ამჯერად მთავარი თემა არის ზუსტად ის, რომ კონკრეტულად მათთვის შექმნილი პრობლემების გარდა ეს ადამიანები ზუსტად ისე იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად, როგორც სხვა ყველა ტიპური განვითარების ადამიანი. Sebi pirotagi karati te komiti tu shoji kiseri sajana pidi amiji shuri pakatebi ta kawakatebi papirotagi te pidi shuri karori pidi penati ta merati kiragi i haritashera მე ვარ 16 წლის აუტისტი ბიჭის დედა და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მისთვის გარემო იყოს ადაპტირებული, მეგობრული და მან ბედნიერად იგრძნოს თავი ამ ქვეყანაში. პირველად ჩემი აქტივიზმი დაიწყო 2014 წლიდან და აი მის შემდეგ ანუ ხშირად მიწევს სულ აქციების გამართვა, დაორგანიზება ამ აქციების და ეს აქციები ძირითადად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ახალი სერვისები შექმნილი იყო, ან არსებული სერვისები გაუმჯობესებული იყო, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში გაუმჯობესებაზე უკვე აღარ ქონდა პრეტენზია, რადგანაც გვიწევდა ბრძოლა არსებული ესე ვთქვათ სერვისების შენარჩუნებაზე. ზოგადად რამდენად ხშირია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ჩართულობა მიმდინარე მოვლენებში. Pirები, აკრიტიჟიდები, აკრიტიაჟი, დადიად, მეტი, უკეთესი, იქნებოდა, არის, ადაპტირებული და ფერი გამოდიადი, უშაბით ხვება, არის, შევი მეგობარი, ტიკა, ედრიდი, მოსარკებირა, თიპირიჯი, მორიტარი, ხობი, პიკავიდი, ხიდი,
Fede Catalina Oja na para copedi Simeru Ari Icode Fede Catalina Ari Podia Tu Kamaji High Debi Fede Catalina Biji Simeru Tatiana Ba Ari Sadiji Uihidagia ვერ ვიტყოდი რომ მშობლები ისეთი აქტიურები არიან როგორც თქვათ საზოგადოების სხვა წევრები ამ აქციების დროს, იმიტომ რომ არის აქ რამდენიმე პრობლემა. ერთი არის ის პრობლემა, რომ მშობელი ვერ დატოვებს თავის შვილს, იმიტომ რომ არავინ არ ყავს ბავშვის დამტოვებელი, მარტო ვერ ტოვებს და იძულებულია რომ მასთან იყოს სახლში და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან მძაფრად იყოს მასში ეს პროტესტი, ფიზიკურად ვერ გამოდიოდეს და ვერ იდგეს აქციაზე. არის კიდევ მომენტი, როდესაც მშობელს ეშინია რომ ის რაღაც არსებული სერვისები რაც არის არ დაკარგოს მისმა შვილმა ამ თავისი აქტივიზმიდან გამომდინარე და სამწუხაროდ არიან მშობლები რომლებიც ესე ვთქვათ აი ქართული ოცნების გავლენის ქვეშ არიან და აი სწორედ აქედან გამომდინარე ის კი არა რომ აქციაზე არ გამოდიან სხვა მშობლებსაც მოუწოდებენ და ანუ იგივე მესიჯ ბოქსებს აგზავნიან ამ მშობელთა თემში რა მესიჯ ბოქსებიც ჩვენ გვესმის ყოველდღიურად ქართული ოცნების წევრებისგან ბოლო 2 თვის განმავლობაში ძალოვნებმა არაერთი დანაშაული ჩაიდინეს და ადამიანებზე სასტიკად იძალადეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დავით აბულაძეს შეემთხვა. Puri, kaita happy, kivara peri. Ne, dava hamera, ativa kati, povida. TV, shade kava, hoda. Kiri the kaji, iti odi. Ada, ada pitra puri, karabia. Jogi, a bobi, shibi, pirebi, a kaji aja, ada semejo. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი პოლიციის მიერ ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2022 წლის იანვარში მეტროში ყრუ მოზარდი ესკალატორზე ზევით ქვევით დადიოდა. პოლიციამ მას შენიშვნა მისცა, მაგრამ მოზარდმა მისი შენიშვნა ბუნებრივია ვერ გაიგო. ეს შემთხვევა მოქალაქე ჟურნალისტმა მობილურით გადაიღო. ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს კომუნიკაციის პრობლემა ყოველდღიურად ექმნებათ. მათთან საკონტაქტოდ ძირითად შემთხვევაში ჟესტური ენის მცოდნე ადამიანია საჭირო. მინიმუმი კი რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ დავწეროთ და ასე მივაწოდოთ ადამიანს ინფორმაცია. მაშინ დავითახმეთ ისინი რომ ტრენინგები ჩაეტარებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა პოლიციელისთვის, თქვათ, მეხანძრეებისთვის, მაშველებისთვის, რომ სწორი კომუნიკაცია შეძლებოდათ და ამოცნობა იდენტიფიცირება, თქვათ, ყრუ ადამიანის. და სხვათა შორის უშუალოდ ჩვენ ვატარებდით ამ ტრენინგებს და მე ვიყავი ერთ-ერთი ტრენერი. აბსოლუტურად ყველა პოლიციელი პატრული გადამზადდა მთელი საქართველოს მასშტაბით და აი არ ვიცი ყველანაირად გავაცანით ინფორმაცია თუ ყრუ ადამიანი როგორ უნდა ამოიცნო. ანუ გამოდის რომ ჩვენ სულტყვილად გადავამზადეთ ეს პოლიციელები და არ დაგვაუწყოს რომ ევროკავშირის დაფინანსებით იყო ეს გადამზადება, აი ძალიან დიდძალი თანხებია ჩადებული და რისთვის გადავამზადეთ ეს პოლიციელები თუ კი აი ესეთ ვითარებაში, ანუ არც არავინ დაფიქრდა რომ შეიძლება აქციაზე იყოს ყრუ პირი და გამოდის რომ ფუჭია ის ყველაფერი, რასაც შენაკეთებ და თვალებში გვაყრინ აცარს, რომ თითქოს რაღაცა აკეთებს ეს კონკრეტული სამინისტრო ამ ქვეყანაში, მაგრამ აკეთებენ რას? აკეთებენ იმას, რომ მხოლოდ თავიანთი უფლებები დაიცვან და მოქალაქეები კი გამოჩნდა აგერ, რომ რეალურად მათ არ აინტერესებთ. სამწუხაროდ 2025 წლის საქართველოში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არასწორად ინფორმირებულობასა და კიდევ უფრო არასწორ სტერეოტიპებს ჯერ კიდევ ღრმად აქვს გამდგარი ფესვები. დღესაც და კიდევ მრავალჯერ ვეცდებით ყველა ის სტერეოტიპი გაგიქარწყოთ, რაც რეალობას არ შეესაბამება. ამისთვის გიამბობთ სინამდვილეში რა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსა და მათ მშობლებს და რას აკეთებენ ისინი ყოველდღიურად საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის გზაზე. Televizione figurati già da paracopere verificati subiti trebi
და აი მაგარითად პირიქირგია სად არის სუდოთ არის მარი და არის სუბიტიტირები კიბენაგი ვენა პარაკები ომი იკოი სუბიტიტირები იდეოზე პარიტიები არაიცამი თავრობები კიბენაგი ბინები პორა დიროი უპირო აკაიტებად შოგი საჯმავიში ეკავით ხიში მიდი ოქოდი კაჟუქოდი შიჟიმი პირ თემა პირკავი სინაკადი ზაქმედა ზამირი ჯიტროი შიჟიმი პირიდა ზაკოდი ჯუდაიო საბიშოში ხიში მიდი ოქოდი მომიშახურება ურიდა ატაპიტირა პირ კარემო საბადირო პოლიცი დირექტები იგო აისავირი დინარი ოქოდი კომუნიკაცია შიჟიმი ადამიანები თარი დედესები იგო დირექტები არის შემინები დამიკრიბებელი პარიშური ბევიდ უშამატრობა სები ეკოპრები მომიწერეჯ პირადობა გამოარჩევეჯ სერი არი მოხივიდეო ეჟირიადი ხმამახრა არი აბობერი მერე სერი ჟები არი იქნებად არი პერიზია ჯარითიმევად რატომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და მათი მშობლებისთვის საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა და ევროინტეგრაცია ასეთი მნიშვნელოვანი? დღეს რო შიში ბავშვები სკოლაში დადიან, ეს არის დამსახურება ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დონორების. აი მაგალითად ინკლუზიური განათლება საქართველოში დანერგილია ნორვეგიის სახელმწიფოს მიერ. სერვისები რაც დღეს გვაქვს, ყველა სერვისის დანერგვა იკისრა საერთაშორისო დონორმა. ანუ ვთქვათ კონცეფცია როგორ უნდა ყოფილიყო სერვისი, პროგრამა რო იწერებოდა როგორ უნდა მომხდარიყო ამ სერვისის განხორციელება. რომ არა ის უცხოური დონორები დღეს არანაირი სერვისი საქართველოში არ იქნებოდა სამწუხაროდ და შიშიმ ადამიანს როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ სკოლაში, საბავშვო ბაღებში და ქუჩებში, ესე ვერ გამოვიდოდნენ ისინი გარეთ, იმიტომ რომ არ ექნებოდათ მათ გარეთ გამოსვლის უფლება, რაც იყო მანამდე. ანუ 90-იან წლებში და ვთქვათ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ყველა ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირში შიშიმპირები არ არსებობენ, ეს მიდგომა იქნებოდა ისევ, რომ არა ეს საერთაშორისო დაფინანსებები. ბეიბი ქივია განაგი ვარი ნამი კოპი იქი ნამი დივიადი აიტაპიტირა პირ კარებო შიჟიმი პირები ბაიტიგი შემად და ისავადი საიტაივა განათლება გარითობა დივედა ფერი შეხევარაი რიდა მეტი თანაჯორობა იქი მარტირა არის ირკირუზია ევროპა სური კიგეხმარებოდა ამერიკის უფრო მეტი გავითარება კიგეხმარება პირობება კიგეკადი არის ევროპა სური ადამიანი უფრო პეპიზე მეტი უდადი აქ შიჟბი პირი ეშო დებადი არის იზიად რა შეგვიძლია საჭიროა გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ადაპტირებული და თავიანთ საჭიროებებთან შესაბამისი გარემო, რადგანაც ვხედავთ თუ ვერ ვხედავთ, კარგად გვესმის თუ საერთოდ არ გვესმის, ვსაუბრობთ თუ ვერ ვსაუბრობთ, ყველა ჩვენგანი ვართ თანასწორი და ყველა ერთნაირად ვიმსახურებთ სრულფასოვან, მრავალფეროვან და სავსე ცხოვრებას. ამ უმარტივესი ჭეშმარიტების სისრულეში მოყვანას ჯერ გრძელი გზა გვაშორებს, თუმცა ერთიანი ძალისხმევით თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს აუცილებლად დავაბრუნებთ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
მე მინდა ესეთი ქვეყანა, სადაც data დამოუკიდებლად შეძლებს გარემოში ადაპტირებას, ფუნქციონირებას, მას ექნება, ესე ვთქვათ, საშუალება, რომ დაეუფლოს ამ პროფესიას და კონდეს სამსახური, სადაც ყოველდღე წავა და ანუ იმ ბედნიერებას მიიღებს, რაც შეიძლება, რომ ადამიანმა სამსახურში სიარულით მიიღოს. აი ეს არის ჩემი, ესე რომ ვთქვათ, საოცნებო საქართველო, სადაც ჩემი შვილი დამოუკიდება და რაც თავარია უსაფრთხოდ იქნება, სადაც ჯანდაცვა იქნება მისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი, გარემო იქნება მეგობრული და ხელმისაწვდომი და ექნება ის ყველაფერი, რაც ნებისმიერ მოქალაქეს სურს რომ კონდეს. ამ ყველაფრის გარანტია, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ არის ევროპა. მე მინდა ხერისეული ცხოვრება, მინდა პეტრიადი შემიდი ქემიკალაში. მე არა მარიდა შირი პირები კივინაი მოვიშოდები გამოდიდი გარეთი ერითადი გამარჯვებიდი